ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი და დღეს ჩვენი სტუმარი არის პოლიტიკოსი, მეშვიდე პარლამენტის მოწვევის დეპუტატი ბატონი დიმიტრი ლოთქიფაიძე. გამარჯობათ ბატონო დიმიტრი. მეტად საინტერესო თემებზე მოგვიწევს დღეს საუბარი, ვინაიდან და რადგანაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი არის ირანისკენ და რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყოს, ჩვენი ახლო მეზობელია, ძალიან ახლოს ვართ და განვითარებული მოვლენები საინტერესო იქნება, როგორც პოლიტიკოსისგან მოვისმინოთ, აისახება ან როგორ აისახება საქართველოზე. რა ელოდება საქართველოს ამ სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დღეს აზერბაიჯანზე მოხდა თავდასხმა, თუმცა ირანი ამას უარყოფს, მაგრამ იქნა დრონით აფეთქებული აეროპორტი და ძალიან ბევრი განცხადებები გაკეთდა იმისთვის, რომ ირანის საწინააღმდეგოდ არის მომართული აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო. რა მოხდება, რა იქნება და საქართველოს რა როლი უჭირავს, ან რა როლს დაიჭერს ამ სიტუაციაში? კი ბატონო, კარგი კომპლექსური შეკითხვაა, მინდა პირველ რიგში მივესალმოთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. თქვენ დამისვით კითხვა, აისახება თუ არა ის ყოველივე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება უშუალოდ საქართველოში. ჩემი პასუხი თავიდანვე იქნება, რომ ეს უკვე აისახა, ის გრძელდება, ეს ასახვა და ის აუცილებლად მოხდება, ასე ვთქვათ, ამ ასახვის შემდგომი ტრანსფორმაციაც, მაგრამ საკითხი ესე უნდა დავაყენოთ, რამდენად ნეგატიურად იქონიებს გავლენას ის საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესზე და შევძლებთ თუ არა ჩვენ გამოვიტანოთ სასარგებლო, რაციონალური, ასე ვთქვათ, გარკვეული შეფასებები იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენს გარშემო ხდება და ის უშუალოდ ჩვენ არ შევხვებია, როგორც მოგახსენეთ, ნეგატიური თვალსაზრისით, მაგრამ რამდენად შეგვიძლია ერთის მხრივ ავიცილოთ, ხოლო მეორეს მხრივ გარდავსახოთ, ასე ვთქვათ, ჩვენთვის სასარგებლო ისეთ პირობად, როგორადაც მაგალითად მოვახერხეთ 2022 წლის თებერვალში დაწყებული პროცესების გამოყენება ახალი შესაძლებლობების ფანჯრების გახსნისა და მისი ათვისების თვალსაზრისით. ფაქტია, ხა ჩვენ სხვის უბედურებასა და სხვის განსაცდელებზე არ ვიღებთ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ბონუსებს საქართველოს, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ გვიფიცგებენ, რომ ვიყოთ აქტორები და ვიყოთ პროქსი ძალის შემადგენელი ნაწილი იმ ძალის ჰეგემონის მხრიდან განხორციელებულ პროცესში, რომელსაც ჩვენ აგერ ვუცქერით უკვე 4 წელია უკრაინაში, პრინციპში 4 წელიც არის და გაცილებით მეტიც, იმიტომ რომ 2014-დან დაწყებული პროცესებია, როცა მინსკი 1, მინსკი 2 არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ შეჩერებული იყო ეს ნეგატიური პროცესები უკრაინაში და შემდგომში ის გარდაისახა იმ ომად, ომისაც ჩვენ ახლა იქ ვუცქერით რუსეთის ფედერაციისთვის რეალურად სამამულო ომის საბოლოო დანიშნულების მიზნებს ემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ მას კონვენციური ომის ფორმალური ხასიათი არ გააჩნია. თუმცა ომს არ ეძახის ამას რუსეთი, ეს არის სპეცოპერაცია. კი, ამის თქმა მინდა და ალბათ სწორადაც უწოდებს გამომდინარე იქიდან, რომ კონვენციური ომს თავისი, ასე ვთქვათ, წარუმატებლები გააჩნია საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით. შეგვიძლია თუ არა საქართველოს გამოვიტანოთ, ასე ვთქვათ, აი ამ შემთხვევაშიც სწორი დასკვნები და ავერიდოთ თავი უშუალო სამხედრო ესკალაცია ჩვენს ტერიტორიაზე. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია თუ გავაგრძელებთ სწორ პოლიტიკას და სწორად დავიწყეთ ნამდვილად 7 წელია ჩვენ ვემსახურებით შეკავების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით და მასთან გადატვირთვის პრინციპი არის უმთავრესი პრინციპი, რომელსაც პოლიტიკურ ამოცანად დაუსახავდი პირადად მე ჩემ თავს და ვუსახავ კიდეც, იცით რომ 7 წელია გახდით ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი და სახალხო დიპლომატიის განვითარების გზით ვცდილობდით, რომ ნელ-ნელა რაღაცა დაგვიახლოვებინა პოზიციები იმ კუთხით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სანუკვარი ჩვენი ოცნება ყოფილიყო რეალობაში მოყვანილი და ჩვენ ქვეყანას დაეწყო დიპლომატიური ურთიერთობების განხორციელება რუსეთთან. რაც ჯერჯერობით არ ხორციელდება და არ ხდება, მაგრამ გასაგებია, რომ ძალიან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია გვესმის ამასთან დაკავშირებით და შეუძლებელი არ დავეთანხმოთ უკმაყოფილობით გამსჭვალულ ასეთ პოზიციას, მაგრამ მეორე მხრივ ვიტყოდი, რომ პოლიტიკაში არის ხოლმე ესეთი პოლიტიკური პაუზა, სტრატეგიული მნიშვნელობის პაუზა, რომელიც გაცილებთ, რომ მნიშვნელოვანი და მეტი დივიდენდის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე დეკლარირებული ხმამაღალი ლოზუნგები, საით მივდივართ, როგორ მივდივართ.
ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ჩვენი კონსტიტუცია არის ფაქტიურად შემაფერხებელი ჩვენი საკუთარი ორგანული ინტერესების მომსახურეობისა ერთის მხრივ, მაგრამ იმასაც ძალიან კარგად ხედავთ, რომ ამ ეტაპზე ამ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ფორმალური სამართლებრივი საშუალება არ არის. რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ დრო იმისთვის, რომ ძირითად მოთამაშეებთან ურთიერთობის კონტექსტში საქართველოს შეასრულოს ხიდის როლი გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის. აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი რუსეთთანაც აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა და კი, ერთ-ერთი ცენტრი რუსეთია. მოსკოვი არის ცენტრი, ეს ვინმეს მოსწონს, არ მოსწონს, უნდა, არ უნდა, ეს არის ცენტრი, რომელსაც ანგარიშს უწევს ვაშინგტონი და ძალიან ხშირ შემთხვევაში მოსკოვისა და ვაშინგტონის გარკვეული კულუარული გარიგებების შედეგად ხორციელდება და ვითარდება ხოლმე მსოფლიო გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნაბიჯები და турბულენცია. აი ამას რასაც ჩვენ ხედავთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი კაცობრიობისთვის, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი ფაქტიურად დენტის კასრად იქცა და ჯერჯერობით გარდაწყებულა კონვენციური ომისთვის დამახასიათებელი სახმელეთო ოპერაციები, მაგრამ თუ ეს დაიწყება, ეს აუცილებლად გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, იმიტომ რომ იქ არის ძალიან ბევრი ეთნიკური ჯგუფი, იქ არის ძალიან ბევრი რელიგიური ჯგუფი, იქ არის ძალიან ბევრი პროქსი ძალები, სხვადასხვა ძალის ცენტრების მხრიდან მართულნი და რა თქმა უნდა, მათი ასე ვთქვათ, გააქტიურება ეს იქნება წარმოიდგინეთ მეათე ხარისხში აყვანილი ის პროცესები, რასაც ჩვენ ერახსა და სირიაში ვადევნებდით თვალს მთელი 10 წლების განმავლობაში. საინტერესო იქნება ის ფაქტიც, ჩვენ გვინდა არ გვინდა ამას ვერ ავიცილებთ თავიდან, დევნილების კასკადი უკვე რაოდენობა ამ ადამიანების დაიძრება და წამოვა ყველა მეზობელ ქვეყნებთან, სადაც მოითხოვენ თავშესაფარს. ამ სიტუაციაში საქართველო რა როლს შეასრულებს? მოდით შევხედოთ ასე საკითხს. არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი წესები, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი ჰუმანიტარული ტიპის მოქმედება და მასზე რეაგირება უნდა ყოფილიყო გაწერილი ჩარჩოში, მაგრამ რასთან გვაქვს ჩვენ ახლა საქმე? აღარც საერთაშორისო სამართალია, აღარ წესებია და აღარ ჩარჩოებია საერთოდ. სახეზეა მხოლოდ ის, რაც აქამდე ადამიანს და კაცობრიობას არ ქონია, ასე ვთქვათ, რეგულირების სფეროში. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ ჰუმანიტარულ კრიზისებს, რომელიც ახლავს ხოლმე კონვენციურ ომებს. ეს რაკეტებით გადატხორცნები და ეს სტრატეგიული ობიექტების აფეთქება არის მხოლოდ დასაწყისი ძალიან სერიოზული მოქმედებისა, რასაც საბრძოლო მოქმედებათა თეატრს უწოდებენ ზოგადად სამხედრო პოლიტოლოგიაში. მაგრამ თუ ესე იგი ჩვენს ახლო აღმოსავლეთში არაბეთის ნახევარკუნძულზე დაწყებული ეს პროცესები, ირანთან მიმართებით დაწყებული პროცესები საბოლოოდ ესკალირდება, ჩვენ მივიღებთ ბუნებრივია დევნილთა ძალიან დიდ ნაკადს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანი არის 90 მილიონიანი ქვეყანა. კი ბატონო. ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია ღრმა ზურგი, შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ გარშემორტყმულია ოკეანით და ამავე დროს ავღანეთთან და პაკისტანეთ, რომლებსაც ასევე გააჩნიათ საბრძოლო მოქმედებების რეჟიმზე ყოფნის stand-by, ასე ვთქვათ, ხო? stand-by-ზე არიან. მომართულნი არიან ამ პროცესში. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ სამშვიდობო არხი გაიჭრას ირანის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ეს არის ჩრდილოეთი ბუნებრივია და ყველა დაიძრება ამიერკავკასიაში. ამას ძალიან ბევრი პოლიტოლოგი, მათ შორის ჟირინოვსკი ძალიან ცალსახად საუბრობდა ამ საკითხთან დაკავშირებით და აი სულ ახალ კონფერენციაზე კარნეგი ცენტრის დირექტორმა ყოფილი დირექტორი გახლდათ კარნეგი ცენტრის დიმიტრი ტრენინი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული და ავტორიტეტული რუსი პოლიტოლოგი, მან განაცხადა, რომ ამიერკავკასიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი და უძლეველი შეიძლება ითქვას საფრთხე ეს არის ომის განვითარების შემთხვევაში დევნილთა განუსაზღვრელი ნაკადები. აქ ლაპარაკი არ არის კალტონ ნინო 10,000-ზე, 20,000-ზე და 100,000-ზე. აქ არის მილიონებზე საუბარი, რომლებმაც შეიძლება მთლიანად ჩვენი რეგიონი ამიერკავკასიას გულისხმობთ, თორე ჩვენ ამიერკავკასია ამავე დროს ვართ დიდი ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი რეგიონი და აი ამიერკავკასიაში შემოაღწიონ, რომ შემდგომში მოახდინონ, თქვათ, გადასვლის მცდელობა ევროპისკენ, რუსეთის ფედერაციისკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ახლა გვმართებს ძალიან სერიოზული თადარიგის დაჭერა ქვეყანას. მე მესმის, რომ ახლა ისეთი მინისტრი რო გეყოლება, როგორც ბურჭულაძეა, მაგალითად, რომელიც მოტივირებული იყო, რაღაც ფული ეკეთებინა თავის სამინისტრო უწყებაში, იქ ბაგაბაღების რაციონთან დაკავშირებით მაფიოზური სტრუქტურები ჩამოაყალიბებინა უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს ბატონ ლილუაშვილს. ახლა როცა ასეთი პრეცედენტის წინაშე ვდგავართ,
დღეს უსმენდი სწორედ სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ გარემოებებს და მართლა დაუჯერებელი ამბებია. აი დაუჯერებელი, წარმოუდგენელი ამბებია. ბუნებრივ ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა რკინისებური დისციპლინის დამყარება ქვეყანაში და მათ შორის სამოქალაქო თავდაცვითი ყველა იმ ღონისძიებისთვის მზადება, რაც ჩვენ ქვეყანას მოუტანს შესაძლებლობას, რომ ყველაზე კრიზისულ მდგომარეობაშიც კი მდგრადი განვითარების ბერკეტები შეინარჩუნოს. მე გულისხმობ მდგრადი ეკონომიკური განვითარების ბერკეტების შენარჩუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამისთვის მზადება ჩვენ ეხლავე უნდა დავიწყოთ. მე ვფიქრობ, რომ სრულად განსხვავებულ ყაიდაზე უნდა გადაეწყოს მთლიანად ქვეყანა. მართალია ხო ჩვენთან ბომბები არ ცვივა და პარტიზანული და რაღაც სამოქალაქო დაპირისპირება არ არის, ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ ზუსტად ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა თადარების დაჭერა. ძლიერი თავდაცვითი ზღუდეები, აქტიური რეზერვის შექმნა, ის რაც არ გვაქვს სამწუხაროდ, სამოქალაქო თავდაცვის შესახებ კანონიც კი არ გაგვაჩნია. წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ რატიფიცირებულია ჟენევის კონვენცია სამოქალაქო თავდაცვის 4 ამოცანასთან დაკავშირებით, რომელთაგან არც ერთი არ შესრულებულა 2008 წელს. ამას გეუბნებით ყოფილი პარლამენტის წევრი, რომელიც იმ კომისიის წევრი გახდათ, რომელიც სწორედ აი ამ თემას სწავლობდა სამოქალაქო თავდაცვის პრობლემატიკას. ბატონო დიმიტრი, მე ახლა არ მინდა გვერდი აუარო იმ საკითხს და მინდა განვავრცო ჩვენ თავდაცვაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, შიგნით ანუ ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე გვაქვს ამ წუთას საუბარი, მაგრამ არ მინდა გვერდი აუარო შეკითხვას და იმ სიტუაციის მოვლენას დავარქმევდი, რაც მოხდა რამოდენიმე დღის წინ, ეგრეთ წოდებული კარგად დავიწყებული ნაციონალური მოძრაობის გაერთიანება. ისევ შედგა, ისევ მოხდა და ძალიან კარგად მოვისმინეთ ქალბატონი ჩერგოლეიშვილის განცხადება, რომ ისინი მზად არიან ანუ ყველა იმ პირობისთვის არეულობაც კი რომ მოხდეს, გადატრიალებაც რომ მოხდეს, მან განაცხადა, რომ ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სახელმწიფო. ამაზე თუ შეიძლება რომ გამიკეთოთ კომენტარი, იმიტომ რომ ეს ადამიანები როგორ ფიქრობთ, ხომ არ ეცდებიან შიგნით წყლის ამღვრევას. ეს მათი კარგად ნაცნობი ხერხია, ეს მათი სტილია და რაღაც უფრო უკიდურეს ზომებს ხო არ მიმართავენ და ხომ არ გამოიყენებენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ შიდა დაძაბულობები მოხდეს ქვეყანაში. ხო, ხო იცით როგორ არის ნათქვამი, რომ მსგავსი მიიზიდავს და მსგავსი თანაგანსხრებისო და აი მათი განსხრომის ჟამი და დადგა ეს დრო, როდესაც სწორი იქნეს რომ გაერთიანდნენ, იმიტომ რომ კარგია, უნდა დავინახოთ, ერთად არიან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ნულზე ნამრავლი, ნულის ტოლფასია, ისინი ერთად იქნებოდნენ, ცალ-ცალ იქნებოდნენ. მარტივ მომრავლებად დაიშლებოდნენ თუ რაღაც არითმეტიკული ჯამის შედეგი იქნებოდა მათი ერთად დგომა, ეს არის კოლექტიური ბოროტება, რომელსაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ არაერთგზის დანაშაულის გამო საქართველოს მოსახლეობამ უკვე გამოუტანა განაჩენისა და გადაწყვეტილებაც. თუმცა საბოლოოდ ეს გაფორმდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს იმ ერთადერთ სწორ სამართლიან განჩინებას, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებზე კანონზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სუბიექტებს და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, აქ ლაპარაკი არ არის იმ პარტიაზე მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობის, იმიტომ რომ იქიდან ბევრი განიტოტა სხვადასხვა ორგანიზაციებში, პარტიებში და ინდივიდუალურად და კოლექტიურად ერთად და ცალ-ცალკე მათი დისკვალიფიკაცია მოხდება საჯარო პოლიტიკისგან. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ვერც კენჭს იყრის, ვერც პარტიის წევრი გახდება, ვერც საჯარო პოლიტიკის რაიმე ელემენტის განხორციელების უნარი ექნება და შესაძლებლობა და ამის მცდელობა დაიჯება სისხლის სამართლის წესით. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ საბოლოო დასკვნებს, იქნება ძალიან მალე აღსრულებული უკვე სასამართლოს მიერ, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის მართლმსაჯულების ორგანო, ეს არის კონტროლის ორგანო, მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული დროულად, არ მოხდება ამის, ასე ვთქვათ, გაწელვა, ვერ მოხდება ამის გაწელვა დროში. სხვა საკითხია ხა ეს პოლიტიკურად რა რეზონანსს გამოიტანს. ჩვენ დაუძინებელ მეგობრებში რა რეზონანსს მიიღებს. გასაგებია რომ გლობალური დასავლეთი ამას გააპროტესტებს. გასაგებია რომ ევროკავშირი დაიწყებს ცეთის კნევას, მაგრამ შეეგუონ უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ეს რაც ახლა უნდა მოხდეს, ეხლა კი არ დაწყებულა ამაზე ლაპარაკი. ეს 2012 წელს 1 ოქტომბრის გარანტირებული სავარძლის მიღების პირობა იყო ქართული ოცნებისთვის. სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენა და რუსეთთან გადატვირთვა. ორი ის იყო პირობა.
ვერც ერთი ვერ სრულდებოდა გასაგები მიზეზების გამო, კოჰაბიტაციის პროცესიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, აი თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს და გლობალური დასავლეთი იძალადებს ახლა ქართულ ოცნებაზე. ექნებათ მაგის დრო ისეთ პირობებში მოექცევიან ამ ირანის ომიდან გამომდინარე, ყველამ ვიცით. თეორიულად თეორიულად ვამბობ და იძალადა ახლა ქართულ ოცნებაზე და ხელი ააღებინა ამ დენაციფიკაციის კონსტიტუციური სასამართლო კონსტიტუციური წესით გაუქმებაზე. და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება უკვე საბოლოო წვეთი მართლა ჯამში და სრულად ახალ პოლიტიკურ პროცესს დაუდებს საფუძველს საქართველოში და როგორც იტყვიან, სამართალი პურსჯამს. მე მინდა ისევ დავუბრუნდე ირანის თემას, ჩვენ მოვისმინეთ პედრო სანჩესის განცხადება, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატების მოქმედება დაგმო ირანთან მიმართებაში. ასევე ინგლისით თავს იკავებს ომში ჩართვას, ომში რომ ჩაერთოს და ამბობს, რომ იქ არ ჩაერთვება ინგლისი, სადაც ალტერნატიული გზები ომის არ არსებობს და არ არიან ჩამოყალიბებულები. რას ნიშნავს ეს? ხომ არ და ევროპაზე განაწყენებული ტრამპიც ხომ არ გაუდგა ამერიკას ეს სახელმწიფოები, ეს ქვეყნები და ამას რა რეზულტატი მოყვება შემდეგ? ძალიან კარგი შეკითხვაა და მე ვხვდები, რომ ამ შეკითხვას გააჩნია ძალიან ღრმა ჟურნალისტური ანალიზი. გამომდინარე იქიდან თუ რა მაიძულა ხა ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, რომ ესე ღიად დაპირისპირებოდა შეერთებულ შტატებს. განსხვავებით ბრიტანეთისგან, ბრიტანეთი ამ შემთხვევაშიც ეშმაკობს. ის სინამდვილეში ძალიან აქტიურად არის ჩართული არაუშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში, არამედ შიდა სამოქალაქო დაპირისპირების ინსცენირებაში. რეალურად ის ცდილობს, რომ გააკონტროლოს ირანული ის დიასპორული ორგანიზაციების სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც მინდა გითხრათ, რომ ეს დაწყებული ირანული აკაცუკური მოძრაობა, ხო, დროშების დროშებით, კი ბატონო. ირანის საელჩოსი, რაც დღეს არ დაწყებულა, მინდა გითხრათ, რომ 2018 წელს თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში ეს აკაცუკები ირანელები რომ შეიკრიბნენ გახსოვთ 300-400 ადამიანი იყო და სცენაზე რაც მოყვა იმას, აი მაგის პასუხად მე და ჩემმა მეგობრებმა მაშინ ცხონებულმა ლევან ჩაჩუამ, გურამ ფალავანდიშვილმა, გურამ ქართველიშვილმა და თქვენმა მონამორჩილმა 700 კაცი მივიყვანეთ იმაში ირანის საელჩოსთან, ბოდიში მოვახდევინათ ირანის ელჩს, იმდროინდელს და გაირკვა, რომ ირანის ელჩი უძლური იყო გაეკონტროლებინა თბილისში მყოფი ეს ლიბერალი ირანელების მოქმედება და სწორედ ამიტომაც იხდიდა ის ბოდიშს. და საიდან ასეთი ხელშეწყობა, რომ სახელმწიფო ფილარმონიას იღებ, ქუჩაში დროშებით გამოდიხარ, ორგანიზდები, აქციებს ატარებთ საქართველოს დედაქალაქში, თითქოს ირანის პროვინცია ვიყოთ, ხო? საიდან ესეთი ხელშეწყობები? საიდან ზუსტად იქიდან, საიდანაც ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, ორგანიზება და ამის უკან დგანა სწორედ ბრიტანელები. რატომ ბრიტანელები? იმიტომ რომ ბრიტანელები იყვნენ თავარი მამოძრავებელი ძალა ფეხლევების დინასტიისა 1979 წლამდე. ირანი ახლო აღმოსავლეთში ძალიან სერიოზული დომინანტი იყო, როგორც მანამდე ინდოეთში, ისე ირანთან მიმართებითაც და შესაბამისად ეს ბერკეტები სამოქალაქო საზოგადოებაზე კონტროლის თვალსაზრისით მას შენარჩუნებული აქვს დღემდე. ამიტომ ბრიტანეთის ნეიტრალიზაცია ამ ომიდან მე დავარქმევდი, რომ ეს ასე არ არის, მას თავისი პროქსი ძალების მართვის პროცესში აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დატვირთვა. ხოლო რაც შეეხება ესპანეთს, ესპანეთი მართლა ძალიან საინტერესო პრეცედენტის მომცემია ჩვენთვის. ყველანი ძალიან კარგად ხედავთ, რომ ეს ომი ეს არის, ასე ვთქვათ, ერთგვარი უკანასკნელი გეოპოლიტიკური დამოუკიდებელი ბასტიონის ხელში ჩაგდების მცდელობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პროქსი ისრაელის მხრიდან და ბუნებრივი ამას თავის გეოპოლიტიკური დატვირთვიდან გამომდინარე ბევრი მოწინააღმდეგე წყავთ და ამ შემთხვევაში ესპანეთი ძალიან საღად უყურებს ამ პროცესს. რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავს, რომ აი ამ დამოუკიდებელი ბასტიონის ხელში აღების პროცესს მოყვება არა ირანთან დაკავშირებული ესკალაცია, მხოლოდ არა მთელი ახლო აღმოსავლეთის დიდი რეგიონის აფეთქება, რაც პირდაპირ გამოიწვევს იგივე ესპანეთის ეკონომიკის დაკნინებას. თქვენ იცით, რომ უკვე 35 ცენტით გაიზარდა საწვავზე ფასები მთელ ევროპაში. პროდუქტებზე ასევე დაიწყო ინფლაცია, დიახ.
სასურსათო ინფლაცია ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ქვეყანას დაემართოს და რაც გვჭირს ჩვენ სხვათა შორის საქართველოს. როდესაც ერთის მხრივ რაღაც თითქოს ხელოვნურად ხდება ლარის კურსის გამყარება, მაგრამ მეორეს მხრივ სასურსათო ინფლაცია ყოველდღიურად შთანთქავს ჩვენი ლარებს და იმ თეთრებს, რომელიც უფრო და უფრო ცოტა რჩება ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ კვებისთვის, ასე ვთქვათ რა. და წარმოიდგინეთ, აი ზუსტად ასეთი ომები ხელს უწყობს ამ ინფლაციის გაძლიერებას და ეკონომიკის განადგურებას. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ ოაზისად წოდებულ დუბაის, არაბული ემირატების და საუდის არაბეთის მზარდ ეკონომიკურ დინამიკას, რომელიც ფაქტიურად ჯერ გაჩერდა, მე 1/4-ით მოიკლო 2 დღეში, ახლა უკვე აღმოჩნდა, რომ განახევრებულია ფასები უძრავ ქონებაზე. ეს იმ პირობებში, როცა მთელი მსოფლიოს საინვესტიციო პოლიტიკა დამიზნებული იყო, ასე ვთქვათ, კონცენტრირებული იყო არაბეთის ნახევარკუნძულზე. რა მივიღეთ? მივიღეთ სრული კოლაფსი და ეს კოლაფსი გადამდებია, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოსთვის. კი, რა თქმა უნდა, აი ჩვენთან როგორ იქნება ახლა ძალიან ისეთი სიტუაციაში აღმოჩნდებით წინ, ძალიან ბევრი გეგმა აქვს ქვეყანას, ხო, იგივე ტურიზმი, იგივე სეზონი, აი ძალიან ბევრი რამ ხდება. ასევე არჩევნები გვიახლოვდება. შემოდგომაზე. რა როლს ითამაშებს? Თქვენ შემოდგომაზე იქნება არჩევნები? ვადამდელს გულისხმობთ? ხო, რაღაც საუბარი ხო, რა ვიცი, ხო არის მის საუბარი და 2028-ში უნდა იყოს ეს არჩევნები, თუმცა როგორც ჩანს თქვენ მაინც გაქვთ ესე იგი რაღაცა შინაგანი. არის ეგეთი გაცდები. კულუარული საუბრები არის იმასთან დაკავშირებით. ეს არ უნდა იყოს, მაგრამ კი ბატონო, მოსალოდნელია რომ შეიძლება კიდევაც. რავი, ოპოზიცია ემზადება, ასე თუ ისე. საერთოდ მთელი რაღაცა ეს. ვადამდელი არჩევნებისთვის და აი რა მოქმედებებს ჩაატარებს ხელისუფლება, გადადგავს სწორნაბიჯებს. ამ ყველაფერს ნახეთ, ძალიან ცოტანი ვართ, ძალიან პატარა ერი ვართ. ისედაც აღნიშნეთ, რომ გაუსაძლისი მდგომარეობაა ფასებთან დაკავშირებით ქვეყანაში. ყველაფერია გაძვირებული. ეს გლობალური სიტუაცია, რაც დღეს ხდება ომის ფარგლებში ირანთან, ჩვენც დაგვაზარალებს რაღაც დოზით, ხომ? არ დავჩებით თამაშგარეთ ამ სიტუაციაში. ადამიანები, რომლებიც ელოდებიან ძალიან ბევრ რამეს, იგივე ტურიზმის შემოყვანას, ძალიან ბევრი გადაიდო, გაჩერდა. ეს ადამიანები დარჩებიან უსასყიდო ყველაფრის გარეშე. აქ რა მოხდება? რა ძვრები შეიძლება პოლიტიკური ძვრები მოყვეს ამას? ეს ხო არ დაასხავს ახალ გაერთიანებული ოპოზიციის წისქვილზე წყალს. მე ამის თქმა მინდა ცოტა შორიდან მოვყევი და ძალიან სწორად კონცენტრირებული და კომპლექსური კითხვა არის. თან ამავე დროს გულშემატკივრებას და მართლაც განგაშს გამოხატავს და მართლაც დადგადრო, რომ განგაშის ზარების დარისხება გვმართებს. რაში მდგომარეობს ეს განგაშის ზარების დარისხება? პირველ რიგში იმაში, რომ მეორედ კოჰაბიტაცია კატეგორიულად არ უნდა დაეშვას. მე მესმის, რომ ჩვენ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის ხიდის როლის აღება თუ გვინდა, გასაგებია, რომ პროდასავლური რაღაცა გარკვეული ნარატივის მატარებელი ძალები საჭიროა, მაგრამ არა სისხლის სამართლის დამნაშავეები. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა. ახალი თაობა მოდის ქვეყანაში, გვყავს ეს შესაძლებლობა, გვაქვს უпростоრად ეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ჩანაცვლება ამ უღირსი დამნაშავეებისა ახალგაზრდებით და მათ უნდა ხელი შეეწყოთ. ეს პირველი. მეორე, აუცილებელია, რომ მეორე პოლუსთან დაკავშირებული ძალების შემოყვანა მოხდეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ფერხულში. როდესაც მე ვამბობ, რომ მოხდეს შემოყვანა, მე ამას ნებართვას და ლიცენზიის აღების პირობას კი არ ვგულისხმობ ქართული ოცნებისგან, არამედ ხელის არ შეშლის პოლიტიკას. როგორც წესი, ხელის შეშლის პოლიტიკა ეს ყოველთვის თან დაძლებდა ხოლმე ასეთ მცდელობებს. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ მოვახდინოთ სამოქალაქო პოლიტიკური კონსოლიდაცია, ამისთვის საჭიროა ვაღიაროთ ერთი რამ, რომ უნდა მოხდეს ფოკუსის გასწორება სამართალს. უნდა მოხდეს ფოკუსის გასწორება ქვეყნის წინაშე არსებულ ეგზისტენციალურ გამოწვევებზე და ამ გზით უნდა ვიქონიოთ გავლენა, ასე ვთქვათ, შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით. კი ბატონო, იყვნენ პროდასავლური ძალებიც იმ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ნუ შევზღუდავთ იმ ძალებს, რომლებმაც ქართულ ეროვნულ ინტერესს უნდა დაუკავშირონ ამავე დროს ურთიერთობები აღმოსავლეთთან, ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთთან, გლობალურ სამხრეთთან და ასე შემდეგ. ჩვენ ჯვარსახოვანი პოლიტიკური პროცესი გვმართებს, რომ აღვასრულოთ. ეს არის დიახ, ერთის მხრივ ის შუა დერეფანი, რომლის მოვალეობასაც ძალიან კარგად უკვე ასრულებს საქართველო, მას შემდეგ რაც ეს უწყვეტი მაგისტრალური მოძრაობის ლოჯისტიკა უზრუნველყო ლიხის ქედზე და ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით ვართ გამტარი ძალიან მნიშვნელოვანი თვირთებისა, მაგრამ ახლა მეორე პირობა დგას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია 7500 კილომეტრიანი უწყვეტი მაგისტრალური მოძრაობა პეტერბურგიდან მუმბაისკენ, ინდოეთისკენ, რომლის მთავარი მიმღები, გამტარი და ლოჯისტიკური ჰაბი არის სწორედ ირანი. ამიტომ ჩვენ ინტერესებში არის სტაბილური ირანის შენარჩუნება და სამეზობლო სწორი პოლიტიკის წარმართვა. იმგვარად, რომ შემდგომში საქართველოს მოახერხოს და რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმა, გახსოვთ თქვენი 3+3-ს რომ ვამბობდით ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ეს პანაცეა კი არ არის 3+3, მაგრამ მაგ მთავარი რა არის ამ 3+3-ში, რომ ეს 3+3 აღიარებულია რუსეთის მიერ ისე, რომ აქ სოხუმი და ცხინვალი დამოუკიდებელ სეპარატისტულ რეგიონებათაც კი არ არის წარმოდგენილი, არამც თუ კვაზი აღიარებულ სახელმწიფოებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ირანიც, თურქეთიც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილების უკან დაბრუნების ჩათვლით და იმ სტატუსის აღდგენას, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ 1991 წელს მიიღო გაეროსგან. ასე რომ რუსეთი ამის წინააღმდეგი არ არის და ამის წინააღმდეგი რომ რუსეთი არ არის, აქ ძალიან კარგად ჩანს ბელარუსის მოდელშიც. იმიტომ რომ საქართველოს და ბელარუსს შორის 2018 წლის მარტში დაიდო ჩარჩო ხელშეკრულება ყოვლის მომცველი სავაჭრო, ეკონომიკური, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ, რომლის პრეამბულაში პირდაპირ წერია მხარეები პატივსცემენ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებულს 91 წლის გაეროს შესაბამისი ასე თუმცა ამაზე საუბარი მაინც არ მიდის. არ მიდის, იმიტომ რომ ადამიანები არ ჯდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. რატომ იცით? იმიტომ რომ დასავლეთიდან მომდინარე მუქარები, შანტაჟი იმდენად ძლიერია მაინც თავისი მნიშვნელობით და არსით, ხო ძალიან ბევრი რამის გამო. ჯერ ესეთიც რომ ის SWIFT-ია თუ საბანკო საფინანსო ინსტიტუტები და სისტემები ამ მთლიანად მიბმული ამ დასალურ პროცესებთან მიმართებით. მეორეს მხრივ, იმიტომაც რომ ჩვენთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს, რა თქმა უნდა, უდიდესი ვთქვათ მონაწილეობა აქვთ და თავისი წილები აქვთ თუ ანგარიშები აქვთ გლობალურ დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში. და შესაბამისად ეს იწვევს სწორედ ამ დაპირისპირებას და იწვევს აი ამ ვთქვათ შეყოვნებას და დამუხრუჭებას ამ მიმართულებით, მაგრამ ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ირანის პროცესმა უკვე დაგვანახა ჩვენ თუ არ წავალთ ესე იგი ამ მიმართულებით და ჯვარსახოვანი გეოპოლიტიკა ჩვენთვის არ იქნება მისაღები, მაშინ ის გეოპოლიტიკა მოვა ჩვენთან. და როდესაც ჩვენ მაგიდასთან, ახლა როგორც მე და თქვენ ვხედვართ, ხო? ერთია რომ მე და თქვენ ვხედვართ როგორც სუბიექტები მაგიდის მონაწილენი, ასე ვთქვათ რა, ამ პროცესის და მეორეა რომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მენიუთ მაგალითად განსახილველი, როგორც დევს აი მაგალითად ეს ფურცელი ამ მაგიდაზე და რა გვინდა? ვიყოთ სუბიექტი, რომელიც საკუთარ ინტერესს მოემსახურება მრგვალ მაგიდასთან, თუ ვიყოთ მენიუს როლში, როდესაც ამ მენიუს განიხილავს ყველა ჩვენს გარდა. მე მგონი აქ პასუხი ცალსახად გასაგებია. ნამდვილად და ბოლოს მაინტერესებს ასევე თქვენი აზრი და შეფასება გავაკეთოთ, რა პოზიციაში დადგება თურქეთი, აზერბაიჯანი, შრი-ლანკა და იგივე სომხეთი ირანთან მიმართებაში. ცალსახად განაცხადეს თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტება, რომ ისინი რეაგირებას მოახდენენ ყველა იმ ქმედებაზე, რა ქმედებაც იქნება ირანისგან წამოსული და ეს რა იქნება, ან რას გამოიწვევს ეს ყველაფერი? ხო, ძალიან კარგი შეკითხვაა. თურქეთით დავიწყოთ და აზერბაიჯანიც მივაბად, იმიტომ რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ეს ფაქტიურად არის ერთი ერის ორი სახელმწიფოს პრინციპით მოქმედი ძალიან ძლიერი პროქსი ძალა გლობალურ დასავლეთის ხელში. ეს არის ბრიტანეთიდან მართული პოლიტიკური პროცესის აღმასრულებელ აქტორთა, ასე ვთქვათ, ერთობლიობა, რომლებსაც მათ შორის გააჩნიათ საკუთარი გეოპოლიტიკური თამაშის თავისუფლების ხარისხიც. ანუ თურქეთი გარდა იმისა, რომ ბრიტანეთის მოკავშირეა, გააჩნია თავისი გეოპოლიტიკური თამაშის დღისწესრიგი და ეს დღისწესრიგი არის დიდი თურანის აღდგენა რა, ანუ პან-ისლამური და პან-თურქული გავლენების გაძლიერება მთელ აზიაში, ჩინეთის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთის ჩათვლით, პოსტსაბჭოური სივრცის ჩათვლით და ის მოქმედებს უკვე დიდი ხანია, მრავალი წელია ამ ასე ვთქვათ პროცესში დაკავშირებულია, ასე ვთქვათ, თავის მოკავშირეებთან, მთელ რიგ ჩამოთვლილ ქვეყნებთან მიმართებით. ვინ არის ერთ-ერთი წინააღმდეგი ამის? არის ირანი, დიახ. თავისი უძველესი ცივილიზაციით, თავისი თვითმყოფადობით და თავისი ასევე დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური აქტორით. ანუ თუ კი ირანი დღეს არის გლობალური დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე, ბუნებრივია თურქეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც აი ამ გლობალური ამოცანიდან გამომდინარე ის ვერ იქნება, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილი, ანუ მისდამი კეთილგანწყობილი პარტნიორი.
არამედ იქნება სწორედ იმ ძალის შემადგენელი, რომელიც მოქმედებს ირანის წინააღმდეგ. ეს უკვე ძალიან კარგად გამოჩნდა და ამისი პირველი ნიშანი იყო სწორედ ნახიჩევანის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, მოდი ასე დავარქვათ, ვინაიდან ირანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მას არავითარი მონაწილეობა ამ ინციდენტში არ გააჩნია, თუმცა ეს იყო ძალიან სერიოზული სამხედრო აქტი, ასე ვთქვათ, როდესაც მოხდა აფეთქება აეროპორტში. თურქეთი ასევე აფრთხილებს ირანს და ეუბნება, რომ თუკი ეს რაკეტა, რომელიც შემთხვევით, როგორც აღმოჩნდა, შეფრინდა თურქეთის ტერიტორიაზე, მსგავსი რამ განმეორდება, თურქეთი იტოვებს უფლებას, რომ იქონიოს საპასუხო რეაქცია. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ თურქეთს, აზერბაიჯანსა და ირანს შორის გარკვეულწილად იძაბება ეს ვითარება და ეს მოსალოდნელიც არის და ლოგიკურიც არის აი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორი სახელმწიფო ასევე არის ვალდებულებით ურთიერთობაში ჩართული გლობალურ დასავლეთთან. რჩება სომხეთი, რომელსაც გააჩნია, ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხი მრავალვექტორული თამაშისა, ვინაიდან ის ირანის მოკავშირე იყო ყოველთვის და მისი პარტნიორი იყო ეკონომიკური ყოველთვის, ასე ვთქვათ, არ არსებობს ის დრო, როდესაც მათ შორის ესეთი ახლო ურთიერთობები საავჭრო ეკონომიკური არ ყოფილა და ეს სომხეთი ძალიან კარგად აცნობიერებს თავის როლს და მნიშვნელობას, ამიტომ იყო ზუსტად რომ ორი კვირის წინ ფაშინიანმა გააფორმა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება ირანთან. რჩებით ჩვენ საქართველოს, რომელიც ასე ვთქვათ სამეზობლო პოლიტიკის დალაგების თვალსაზრისით პრინციპში სწორ პოზიციაში იმყოფება, დანისპირზე მოგვიწევს გავლა. ხო, მოგვიწევს, მაგრამ კარგია რომ ჩვენ არ ვძაბავთ არავისთან ურთიერთობას და მაქსიმალურად ვცდილობთ სხვა შორის აბრეშუმის ფორუმი იყო ამისი ძალიან ნათელი დადასტურება და ამისთვის ირაკლი ღარიბაშვილს რა თქმა უნდა მადლობა, იმიტომ რომ მან თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს ჩაუყარა საფუძველი. სხვა საკითხია მისიის დანაშაულობანი, რომელიც რაღაც პოლიტიკურ მაფიაზე გადის და წმინდა ეკონომიკურ ხასიათს ატარებს, მაგრამ აი ის რაც ჩვენ მივიღეთ უკვე აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარებით, როცა 2350 დელეგატი ყავდა მსოფლიოდან და ჩვენ ავირჩიეთ და დეკლარირება მოვახდინეთ, რომ საქართველოს ირჩევს სამშვიდობო პოლიტიკას და ცდილობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახორციელოს მთელ სამეზობლო, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებთან, რაც დავიწყეთ კიდეც, ხო? ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ ჩვენ სომხეთთან და აზერბაიჯანთან გავაფორმეთ, ირანი მნიშვნელოვანი საავჭრო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია ჩვენთვის, ჩვენ გვთავაზობენ ეს ქვეყნები, რომ 3+3 ფორმატში საქართველოს როლი და ადგილი არის უნიკალური, მნიშვნელოვანი და ისინი ელოდებიან მას და ახლა რჩება ის, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ პროვოკაციებს. არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ პროვოკაციებს და მე ვფიქრობ, რომ ის რომ ამისთვის უпростоრად რომ ჩვენ არ აყვეთ პროვოკაციებს, ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი საკითხია სწორედ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობების შექმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის რაღაცა ჩანასახები სახალხო დიპლომატიის კუთხით, ჩვენ ველოდებით გარკვეულ, ასე ვთქვათ, მოქმედებებს ამ მიმართულებით, სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ადგილი ენიჭება კავკასიურ დიალოგს მომავლის სახელით, რომელსაც სისტემატურად ატარებს ხოლმე გორჩაკოვის ფონდი და ეხლა წელსაც ჩვენ გვექნება ეს შესაძლებლობა გავაკეთოთ ესეთი კონფერენცია პიაძეგორსკში. ამავე დროს მაისში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური ფორუმი გროზნოში, უკაცრავად მინვოდში და ჩვენი გროზნოელი პარტნიორები გვთავაზობენ, რომ საქართველოს დელეგაციამ მასში მიიღოს მონაწილეობა. მოკლედ ეს დამაახლოვებელი გარკვეული რაღაცა ბერკეტების ამოქმედება სახალხო დიპლომატიის დონეზე გარდაუვალია და აუცილებელი აქტიურ ფაზაშია. და რაღაც მომენტში იმეც ვიტოვებთ, რომ ეს იმპულსს მიანიჭებს რეალურ პოლიტიკასა და დიპლომატიას. სასიამოვნო იყო თქვენი მხრიდან მსგავს ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს იყო პოლიტიკური კოდი და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებთ. შევხვდებით მომავალ პარასკევს. დიდი მადლობა.